გამარჯობა, დღეს განვაგრძობთ ჩვენს ვიდეო ექსპერიმენტს, ესე ვთქვათ, და ხელოვნურ ინტელექტს გავაკეთებინებთ საიტს კატალოგს, ანუ საიტს ვიტრინას, სადაც განთავსებული არის პროდუქცია, მაგრამ ამ პროდუქციის უშუალოდ საიტიდან ყიდვა შეუძლებელი არის, მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს პროდუქცია, გადავიდეს აი მაგალითად პროდუქციის განყოფილებაში, დაათვალიეროს რაც არის, იმ შემთხვევაში რამე რომ მოეწონება, დაკლიკავს აქ, წაიკითხავს აღწერას, ნახავს სურათს, ნახავს ფასს და აი ამ ღილაკზე დაკლიკვით გადავა საკონტაქტო გვერდზე, სადაც ნახავს საკონტაქტო ინფორმაციას და დაგიკავშირდებათ უკვე თქვენ ამის შემდეგ შეგიძლიათ დააზუსტოთ მასთან დეტალები და შეთანხმდეთ შეკვეთაზე. ეს საიტი არის, როგორც გითხარით, ექსპერიმენტი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის. მას ექნება ესეთი ლინკი, თქვენი ლინკი, შეგიძლიათ ეს ლინკი გაუგზავნოთ ამ კვეთს და ის უკვე მარტივად დაათვალიერებს პროდუქციას. ამასობაში თქვენ შეგიძლიათ დახვეწოთ დავალება, რის მიხედვითაც არის ეს საიტი გაკეთებული და ბევრად უკეთესი საიტიც გააკეთოთ. დღევანდელი ვიდეოს დანიშნულება არის, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მიიღოთ ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას და ისწავლოთ საიტის დამზადება კოდის წერის გარეშე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ყველაფერი იქნება ვიდეოში, ნელა-ნელა ვხსნი ყველაფერს, მაქსიმალურად ვცდილობ ყველა დეტალს მივაქციო ყურადღება, მაგრამ რამე კითხვა თუ გექნებათ, კომენტარში აუცილებლად დამიწერეთ. ეს არის ჩემი YouTube არხი და ვისაც გამოწერილი არ ყავართ და ვიდეოები თუ მოგწონთ და თქვენთვის თუ სასარგებლო არის, აუცილებლად გამოიწერეთ, ვიდეოებიც მოიწონეთ. ამ თემაზე ბევრი ვიდეო მაქვს სხვადასხვა ტიპის, როგორც ხელოვნური ინტელექტთან მუშაობის მხრივ და როგორც WordPress-ზე საიტების დამზადების მხრივ. შეხედეთ, ნახეთ, რომელი მოგეწონებათ, დამისვით კითხვები ისევ და ისევ არ მოგერიდოთ და დავიწყოთ, მოკლედ სხვა დანარჩენი დეტალები ვიდეოში იქნება. ჩავაკოპიროთ პრომპტი და სანამ ჩავწერთ, გადავიდეთ აქ plan-ზე, რომ ჯერ დავალაგოთ გეგმა, ესე თქვა, ჩვენი სამუშაო და თან გვკითხავს და დააზუსტებს დეტალებს. დავკლიკოთ. მე ასე. ეხლა დაიწყებს ფიქრს, დაალაგებს სიტუაციას. შეიძლება რამე კითხვა დასაზუსტებლად დაგვისვას, მაგრამ აქ ჩამოწერილი გვაქვს ძალიან ბევრი დეტალი ისეთი, რაც პრინციპში სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ უკვე მიხვდეს რა გვინდა და რაღაცა გააკეთოს. მერე ჩვენ უკვე მაინც რაც არ უნდა ვწეროთ, რა დეტალებიც არ უნდა გავითვალისწინოთ, მაინც ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც გააკეთებს, იმას აუცილებლად დაჭირდება მაინც გადაკეთება, გადმოკეთება რაღაცა დიზაინში თუ რაღაცა ფუნქციებში ცვლილების შეტანა, მაგრამ შეიძლება არ დაჭირდეს. თუმცა მაინც ყოველთვის მზად იყავით იმისთვის, რომ რა თქმა უნდა თავიდანვე სცადეთ, რომ რაც შეიძლება დეტალური პრომპტი გაუწეროთ, დეტალურად გაუწეროთ ის, რაც გჭირდებათ და შემდეგ უკვე ნახავთ რა ამ დავუშვათ იმ 100%-იდან რაც თქვენ გონიათ, რომ მას მიაწოდეთ ინფორმაცია, რა მიიღო, რა გაიგო. გარდა ამისა, ხშირად ამას თუ გააკეთებთ, აი ლავაბლის უფასო ვერსიას გულისხმობ. უკვე ჩამოგიყალიბდებათ რაღაცა წარმოდგენა იმაზე თუ რას როგორი კომუნიკაცია გქონდეთ, რაზე გაამახვილოთ ყურადღება. თვითონ ის დეტალებიც რა უნდა გააკეთოთ თავიდანვე, რა უნდა გაუწეროთ, რომ მიხვდეს და პრინციპში იმასაც ნახავთ მე რამდენად სრულფასოვნად იგებს ამ ყველაფერს. ნახავთ ახლა რა დაგვიწერა, აქ ინგლისურად ჩამოგვიწერა რაზე იქნება საუბარი, ესე იგი დიზაინის სისტემა, ფერები, ფონტები, როგორი სტილი იქნება, ენები ვთხოვეთ, რომ იყოს ორ ენაზე, ესე იგი layout-ი იქნება ესეთი. ხო, ნუ აი, აქ ახლა პრინციპში რასაც დაწერს, როგორც ყოველთვის რა, მაინც უნდა ვნახოთ რას გააკეთებს, რა შედეგს მივიღებთ. ამიტომ ვეთანხმებით, ახლა აქ რამეს ისეც ვერ ხედავ, რაზეც შეიძლებოდეს შედავება, ესე ვთქვათ, მასთან პირდაპირ დავკლიკოთ Apple-ზე და ვნახოთ რას გააკეთებს. ამასობაში აქ ჩვენ ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს. ძალიან ბევრი კრედიტი წაიღო, რატომღაც, ანუ არა, ძალიან ბევრი არა, ძალიან ცოტა წაიღო, ერთი კრედიტი წაიღო, ჩვენ გქონდა დასაწყისში 5.4 კრედიტი,
ყოველდღე 5-ს გვაძლევს, მაგრამ ნუ აი ძველი რაღაცა საჩუქრის სახით მომცა რამდენიმე კრედიტი. თან თქვენ რომ დარეგისტრირდებით, შეგახსენებთ, თქვენ რომ დარეგისტრირდებით, თქვენ გერიცხებათ 10 ცალი კრედიტი და თუ რამეს შეიძენთ, მერე მეც აქედან რაღაცა კრედიტს მჩუქნის ბონუსის სახით, რომ ორივესთვის, თქვენთვის და ჩემთვის რაღაც мотиваცია იყოს დამატებითი. აქ შევხედოთ ახლა ამ მომენტისთვის რა შედეგს მივიღებთ. ძალიან საინტერესო იქნება. შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოგვიერთ და ვინც გადმოახვია, ჩვენ ვაკეთებთ საიტს კატალოგს, ანუ ვიტრინას საიტს, რომელსაც არ აქვს ონლაინ ყიდვის, ღილაკი ონლაინ ყიდვის ფუნქცია არ აქვს, მარტივი არის და ამ შემთხვევაში ვაკეთებთ ხელნაკეთი ნივთებისთვის. ფუნქცია ექნება ესეთი: დაკლიკავს ადამიანი, ნახავს პროდუქციას, ამ პროდუქციის შესახებ მას ექნება ინფორმაცია ტექსტის სახით, აღწერა დაუშვათ რა მასალისგან რა როგორ არის დამზადებული, ექნება ფასი მითითებული და ღილაკი, ამ ღილაკზე დაკლიკვით უნდა გადავიდეს საკონტაქტო გვერდზე, სადაც დაუშვათ დაგიკავშირდებათ თქვენ საიტის მფლობელს, ვიზიტორი და უკვე კომუნიკაცია შემდეგ უნდა განაგრძოთ თქვენ თვითონ შეკვეთის პროცესი როგორც ხდება ესე. მესმის რომ ეს სრულყოფილი საიტისგან ძალიან შორს არის, მაგრამ ზოგჯერ ზოგიერთ ადამიანს, ზოგიერთ ბიზნესს მხოლოდ ეს ჭირდება. დაუშვათ წინასწარ არ აქვს პროდუქცია მას გამზადებული და წინასწარ შეკვეთის და წინასწარ თანხის გადახდის გარეშე არც უღირს რომ რამე დაამზადოს. დაუშვათ სატესტოდ შეიძლება კონდეს რამე გამზადებული, მაგრამ როგორც ასეთი მისი მუშაობის პრინციპი იყოს ასეთი, რომ წინასწარ თანხას იხდიან, უკვეთავენ და შემდეგ უკვე ხდება ამ პროდუქციის დამზადება და მიწოდება. ეს ზუსტად ესეთი შემთხვევები რამდენიმე შემხვდა. მარვით შეხედეთ თქვენს ბიზნესს ესე თუ აწყობს და თუ შეუძლია მასე მუშაობა, რატომაც არა ესეთი საიტი სრულებით საკმარისი იქნება პირველ ეტაპზე. ეს არ არის სრულფასოვანი საიტი, ეს არ არის ის საიტი, რომელიც ბრენდს უნდა კონდეს. ხო? მაგრამ იმისთვის რომ თქვენ დაიწყოთ სტარტი, თქვენით გააკეთოთ ყველაფერი და პროდუქციის შესახებ არ უწევდეს ყოველ წუთს კითხვა, დაუშვათ აბა ესეთი თუ გაქვთ, აბა ესეთი თუ გაქვთ, ან დაუშვათ Facebook-ის გვერდზეც ძალიან რთული არის, როდესაც შევა ადამიანი, იქ უნდა სკროლოს, რომ მიხვდეს რა ასორტიმენტი გაქვთ, რა პროდუქცია გაქვთ. აქ პირდაპირ, ამიტომ ქვია ამ საიტს კატალოგი, ამიტომ ქვია ამ საიტს კრედიტი კი არა, აი კრედიტ სიტყვის რაღაცას. ამიტომ ქვია ამ საიტს ვიტრინა და ამიტომ ქვია კატალოგი, რომ დაათვალიერებს, მიიღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ და მე უკვე ჩვეულებრივად განაგრძობთ თქვენ კომუნიკაციას. აქ დაგვიწერა რომ საიტი მზად არის, შეიქმნა ორენოვანი ქართული ინგლისური ხელნაკეთ ნივთების ვიტრინა, პასტელ ფერებში, ნოტოსანს ჯორჯიან ფონტით, მთავარი ჩვენ შესახებ პროდუქცია, 10 ნივთი პლუს ფილტრები, პროდუქციის დეტალური გვერდი და კონტაქტი. აქვე თქვენ ცვლილების შეტანა რო დაგჭირდებათ, გაჩვენებთ ესე იგი YouTube-ზე შევალთ. აი ასე. ეს არის ეს ჩვენი YouTube არხი, სადაც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და აი აქ პლეილისტებში მაქვს AI საიტები თქვენი ბიზნესისთვის. და აი ამ საიტზე რაც ახლა აქ გაკეთდება, აი ახლა ვნახოთ, ამ საიტზე რაც ცვლილების შეტანას დაგჭირდებათ, აი ამ ვიდეოში მაქვს აი AI საიტები. შეცვალეთ AI საიტზე ინფორმაცია. ანუ ისევ განაგრძობთ საუბარს ხელოვნურ ინტელექტთან, რაღაც ცვლილების შეტანა დაგჭირდებათ შეცვლით. ახლა აქ სავარაუდოდ აი ესეთი refresh-ი დასჭირდება საიტს, რომ შევხედოთ რა შედეგი მივიღეთ. ვნახოთ და ესე იგი რაღაცა ჩაფიქრდა, რაღაცა გაჭედა, შეიძლება ინტერნეტზე იყოს რამე პრობლემა ამ დღეებში. იყო რაღაცა ხარვეზები, რაც პრინციპში ჩვეულებრივი ამბავია და არ გვიკვირს და დაველოდოთ რა გააკეთა. აქ მოკლედ ამ გვერდზე შეგახსენებთ ამ YouTube არხზე მაქვს სხვადასხვა ვიდეო.
თქვენი საიტისთვის თუ დაგჭირდებათ AI ასისტენტი, რომელიც უპასუხებს მომხმარებლების ვიზიტორების კითხვას, აქ მაქვს ვიდეო, როგორ გავაკეთეთ რედიზაინი, ერთი ძველი საიტი მოვნახეთ, რომელიც 2013 წელს იყო მე მგონი დამზადებული, არ მახსოვს. ამ ვიდეოში ნაჩვენები არის, როგორ შევიტანოთ ცვლილება AI საიტზე. აქ ნაჩვენები არის, როგორ შეუძლია მას დიზაინის მიხედვით უკვე გამზადებული დიზაინის სურათი ვაჩვენეთ და რა შედეგი მივიღეთ. ერთ-ერთი რა თქმა უნდა არ არის გამოსული, მაგრამ დახვეწა შესაძლებელი არის და აქ არის პირველი ვიდეო იმაზე თუ როგორ ვაკეთებინებ უბრალო საიტს ხელოვნურ ინტელექტს AI-ს. აქ უკვე ვხედავთ ჩვენ, ანუ დავარესტარტეთ, ცოტა მოვიდა აზრზე ვაცადეთ და აი აქ გვაქვს ჩვენ საიტი. ეხლა აი მაგალითად აი ამ განყოფილებას ქვია Hero. აი ამ განყოფილებაში კარგი იქნება, რომ შეგვიცვალოს სურათი. აქ რაღაცა სურათებიც აკლია, მაგრამ აი ჩანს კატეგორიები, ჩანს სააქციო პროდუქცია. რაღაცა სურათები ვერ გამოიტანა კარგად, ну რაღაც ხარვეზე არის, მაგრამ არა უშავს. თავარია მივხვდით, ხო რაშია საქმე აქ. აი აქ გადავდივართ ჩვენ შესახებში. აქ არის ინფორმაცია ჩვენ შესახებ. ჩვენი ისტორია, ჩვენი მისია და ესეთი დიზაინით გადაწყვიტა. პროდუქციის განყოფილება მაინტერესებს ძალიან. აქ ნახეთ, ესე იგი გვაქვს ჩვენ პროდუქცია, კი ბატონო. პროდუქციის დასახელება, ფასი, მეტის ნახვა, ღილა კი გვაქვს, კი ბატონო. აქ გვაქვს ჩვენ ფილტრი, ეს ფილტრი მაინტერესებდა ძალიან რას იზამდა. ფილტრში არის კატეგორია, აი მაგალითად კერამიკაზე რო დავკლიკავ, კი ბატონო, მუშაობს. ტექსტილის შემთხვევაში გვაჩვენებს ტექსტილი რაც არის. სამკაული, სანთლები, კი ბატონო, ყველაფერი მუშაობს. დავუშვათ მინდა ფასის მიხედვით, დავახარისხო ეს ყველაფერი და დავუშვათ აი აქ აი ესეთი ფასი გავაკეთოთ. და რა მოგცა. ხო, აი დაახარისხა. ესე იგი 25 ლარს და 90 ლარს შორის არის ეს, კი ბატონო. დავუშვათ 0-დან 10 ლარამდე არაფერი ცვლილება არ არის. კაი, დავუშვათ ესე ჩამოვიდეთ 45. ანუ მაქსიმალური 45 უნდა იყოს. კაი, აბა ზედა კატეგორიაში რო გადავიდეთ, პროდუქტი ვერ მოიძებნა. ну მათავარია ფილტრი მუშაობს, ახლა ფასების მიხედვით გასაგები იყო, რომ ესე ჩათვალა, რადგან ეს ფილტრი ცოტა დასამუშავებელი, ცოტა კი არა კარგად დასამუშავებელია. კარგი ფილტრი არ გვინდა, გასაგები არის ფილტრის ამბავი, რაც არის და როგორც არის. მე მაინტერესებს ახლა ფერებზე რას იზამს. პრინციპში ალბათ ჩვეულებრივად იმუშავებს, აი აქ მოვნიშნე წითელი ფერი და ჩავთვალოთ დავუშვათ, რომ ეს წითელია. ეს წითელი და ლურჯი არის მონიშნული 2 დავუშვათ და აი აქ მოხსნით დარჩა ეს, კი ბატონო. აქ მთავარ გვერდზე მინდა დიზაინში ცვლილება შევატანინო, მოამზადებ ამისთვის სურათებს და პროდუქციის კატალოგში სამკაულების ნაწილში მინდა დავუშვათ რამდენიმე სამკაულიც დავამატოთ, ნახოთ როგორ გამოგვივა. ესე იგი მთავარ გვერდზე და პროდუქციის განყოფილებაში, კი ბატონო. ამისთვის დავბრუნდეთ ჩვენი პრომპტების განყოფილებაში. აქ მივუთითებ, რომ მინდა დავამატებ ფაილებს. აი მაგალითისთვის დავუშვათ დავამატებ ჯერ ერთს და აი ასე იყოს. აქ მოვნახავ, აი აქ უკვე გამზადებული მაქვს აი ესეთი სურათი და აი ასე. პრინციპში ყველა სურათს მივამაგრებ და ვეტყვი, რომ რა გააკეთოს. აი ასე. სურათი, რომელსაც აწერია, Hero აწერია და აყენე Hero სექციაში. დანარჩენი სურათები გამოიყენე სამკაულების კატეგორიისთვის. მოუფიქრე დასახელება
აღწერა და ფასი. აქ რა თქმა უნდა მოფიქრებული არ გვინდა ჩვენ რეალურად როდესაც კატალოგს გავაკეთებთ. ყველა სურათს, რასაც მიუთითებთ, დავურთოთ თან რეალური აღწერა, რომელიც გვინდა რომ ჩანდეს და შესაბამისად რა თქმა უნდა ფასიც. აქ ახლა ამ შემთხვევაში ჩვენი ესე ვთქვათ დრო რო დავზოგოთ, გვინდა ვნახოთ უბრალოდ რას გააკეთებს. სურათები ვნახოთ მიამაგრა თუ არა. მე მგონი ყველა ერთად არ წაიღო. ან შეიძლება წაიღო. კაი, ვნახოთ აბა რას ისამს. მე მგონი არ არის სურათები მაგრებული. ამიტომ დავასტოპოთ აქ და მივამაგროთ სურათი. აი ასე. ალბათ ბევრი სურათი ერთად ვერ წაიღო. და ამიტომ აი ესე გავუწეროთ. აი ასე. და განვაგრძოთ ჩვენი ექსპერიმენტი. სურათი მივამაგრეთ. აი აქედან დავუწერეთ, რომ სურათი, რომელსაც ჰირო აწერია, დააყენო ჰირო სექციაში, გამოიყენე ჰირო სექციაში და ვნახოთ რას იზამს. ამასობაში ვნახოთ ზოგადად ისე, ანუ ეხლა ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება. საიტი შეგახსენებთ და აი აქ ვნახოთ რას გააკეთებს. რამდენიმე წუთი დასჭირდება. მერე მინდა, როგორც უკვე ჩავწერეთ აქ, აი ნახეთ, ძალიან კარგად გააკეთა. აი აქ ვნახოთ ჩვენი საიტი. ძალიან კარგად ჩასვა. კი ბატონო. შემდეგი მოქმედება ჩვენ გვინდა რომ აი აქ რაც გვეწერა. სურათები გამოიყენე სამკაულების კატეგორიისთვის. მოუფიქრე დასახელება, აღწერა და ფასი. კი ბატონო. აი აქ იქნება ეს ტექსტი და მივამაგროთ სურათები. არ ვიცი ყველას ერთად თუ წაიღებს, ვნახოთ აბა. დავუშვათ აი ესე გააკეთოს. მე მგონი ყველა ერთად ვერ მიაქვს, მაგრამ ვნახოთ რას იზამს. თუ არ და გამოდის რომ სათითაოდ არის მისამაგრებელი, ან კიდე ერთი ვარიანტი არის სპეციალური ფოლდერი შეიქმნას და იმ ფოლდერში აიტვირთოს ეს სურათები, აქ როგორც კეთდება, როგორც წესდარიგი არის და უკვე იქ შეიძლება მიუთითოთ, რომ აი ამ ფოლდერში არსებული სურათები გამოიყენე სამკაულებისთვის, იმიტომ რომ აქ ვერ დავინახე ვერსად რომ მეამაგრა მან სურათები და შევხედოთ რას გვეტყვის და აი გენერირებული სურათები, ან სპლეშ სურათები, სხვა სურათები მაქვს. აი დავკლიკოთ, რომ სხვა სურათები გვაქვს. რომელ სურათებზე საუბრობთ? ამჟამად მხოლოდ ჰეროს სურათი აიტვირთა. გსურთ სამკაულების პროდუქტების ახალი სურათების გენერაცია თუ არსებული ან სპლეშ სურათების გამოყენება უკეთესი ალტერნატივისთვის. სხვა სურათები მაქვს, ვეუბნები და ამ დროს ვერიგებს ამ ამბავს. კარგი. აი აქ ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ. აი აქ პროექტებში გვაქვს ჩვენ ფოლდერის დამატების საშუალება და დავუშვათ, დავარქვათ ამას სამკაულები. აი ასე, ვნახოთ რას იზამს და ამ სამკაულებში გვინდა დავამატოთ. არა, ესეთ ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. აქ ფოლდერში არაფერს არ დავამატებინებს. კარგი, დავბრუნდეთ პროექტში, დავუბრუნდეთ აი ამ პროექტს და ერთი სურათი დავამატოთ. კაი, სხვა სურათი იყოს მაშინ AI გენერირებული, მაგრამ არ მინდა ეს AI გენერირებული, ჩვენ გვინდა გენერირებული, არ გვინდა, ჩვენ გვინდა რეალური სურათები. რეალური სურათები მაქვს. როგორ მოგაწოდო? აბა რას გვერდს ნახოთ. ვეუბნებით რომ გვაქვს სურათები, ადამიანო, რა ვერ გაიგე და აუცილებლად შეგიძლია სურათები პირდაპირ ჩატში ატვირთო, დააჭირე პლუს გელაქს ჩატის ველში, ქვედა მარცხნიდან დაერჩიე სურათები ერთ შეტყობინებაში 10 ფაილამდე შეგიძლია ატვირთო. კი ბატონო, მასე ვაკეთებ ზუსტად. აგერ მარცხენა ქვედა კუთხეში ღილაკს დავაჭერ
ამ ღილაკსაც დავაჭერ და აქ ბევრი სურათია და შეიძლება ამიტომ არ აკეთებს. კი ბატონო, მაშინ გავაკეთოთ ასე და გავაკეთოთ ასე. 10 სურათი გვითხრა შეიძლებაო. აგერ ნახოთ. აჰა, აი 10. ესე იგი, ჩვენ 12 სურათი გქონდა იქ მიმაგრებული. 12 სურათი არ ატვირთა და აქ როგორც ხედავთ, 10 ცალი ატვირთა პრობლემის გარეშე. აჰა, და კი ბატონო, ჩაუწეროთ რა, სურათები აგერ ეს პრომპტიც ჩაუკოპიროთ, აგერ ბარემ მივამაგროთ ეს. დაიწყებს ახლა მუშაობას. ჩვენ ამასობაში გარედანაც, გარედან არა, მაგრამ ესე მართვის პანელის გარეშე შევხედოთ საიტს და აი ესეთი რაღაცა გამოგვდის. აი აქ არის ენების გადამრთველი, როგორც ხედავთ, თარგმანსაც აკეთებს, ყველაფერს აკეთებს. აქ ახლა ამის კორექტირება შეიძლება დაუშვათ, რომ მიუთითოთ, რომ აი აქ ტექსტილების განყოფილებაში სურათი შეცვალე, დაუშვათ აი აქ პროდუქციის განყოფილებაში, აი ეს პროდუქტის სურათის შეცვალე და რაღაცები, მაგრამ ახლა პროცესი მიმდინარეობს, ხელი არ შევუშალოთ. კრედიტები წაიღო. კი ბატონო, ფიქრობს, ამატებს და ვნახოთ რა გამოვიდა. კონტაქტების განყოფილებაში ვთხოვე მას, რომ არ გამოიყენებინა საკონტაქტო ფორმა, იმიტომ რომ საკონტაქტო ფორმა აქ ესეთი სახით არ იმუშავებს. მას სჭირდება ამისთვის ცალკე ვიდეო უნდა ჩავწერო და ვინც დაინტერესებული იქნებით, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და დამიწერეთ კომენტარში, რომ გაინტერესებთ, როგორ დაუკავშირდეს საკონტაქტო ფორმა, რო აგზავნიდეს შეტყობინებებს და მეცოდინება, რომ ბევრ ადამიანს აინტერესებს ეს და ამისთვის ცალკე ჩავწერ ვიდეოს. მე ამ შემთხვევაში ვთხოვე, რომ ყოფილიყო ტელეფონის ნომერი და მეილი. ელ-პოსტას როგორც ეს ეძახის, სხვათა შორის მე მგონი სწორად ამბობს რა, ელ-პოსტა. ყველაფერს სწორად ამბობს. კაი, ესე იგი, ყველა 10 სურათი დაემატა სამკაულების პროდუქტებად რეალური ფოტოებით, ქართულ-ინგლისური დასახელებებით, აღწერებით და ფასებით. 40-დან 150 ლარამდე. კი ბატონო, დავარეფრეშოთ. გადავიდეთ სამკაულების კატეგორიაში და მე აქ ვერაფერს ვერ ხედავ და იქნებ აქ არის ნაჩვენები. აი, კი ბატონო, აი. დაამატა. მე შეხედეთ. სულ სხვანაირად გამოიყურება. ანუ რასაც ვაკეთებთ, მარტო საიტის დიზაინი ის არ არის აქ როგორი განლაგება იქნება. თვითონ ამ სურათებსაც დამერწმუნეთ, რომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი შეხედეთ, ძალიან ლამაზად გამოიყურება, კარგი სურათები არის. ეს ერთ-ერთი საიტიდან, სატესტო საიტიდან ავიღე და ამიტომ იქაც იმუშავეს დიზაინერებმა, რომ კარგი ლამაზი სურათები ყოფილიყო, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება თქვენს, რომ თქვენი საიტისთვის ლამაზი კარგი სურათები შეარჩიოთ. არის ხოლმე შემთხვევები, რომ უბრალოდ ტელეფონით გადავიღებ და რა თუნდა სხვა რამე რაღაცა რაც უფრო კარგი იქნება სურათები, მით უფრო კარგად დაეტყობა და მით უფრო ესე ვთქვათ გაერთიანდება და ესე ვთქვათ ლამაზი იქნება, ჰარმონიაში იქნება საიტის დიზაინთან. აი შეხედეთ თქვენ თვითონ თქვენი თვალით ხედავთ კიდევაც ხო თავარი გვერდი. ხო გახსოვთ როგორი იყო, ეხლა ხო რაღაც უფრო სხვანაირი არის აქ რაღაცა კატეგორიებში სამკაულები აირია, მაგრამ არ არის პრობლემა, მასაც გამოვასწორებ და აი ნახეთ, მთლიანი საიტის დიზაინი უფრო ლამაზი და სადა გახდა, იმიტომ რომ ჩვენ აქ შევცვალეთ დავამატეთ ეს სურათები, კატეგორიები გვაქვს სამკაული. კატეგორიები კიდევ სხვა შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ არ მაფიქრდება ხა რა შეიძლება სამკაულებთან დაკავშირებით იყოს, მაგრამ გასაგებია ესეთაც პროდუქციის განყოფილებაში ვხედავთ, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს ყველაფერი და პრინციპში ეს არის და ეგ. ცალკე აღებულ პროდუქციაზე გადავდივართ, დავათვალიერებთ, აქვს ყვავილების თავსაბურავი და არქვა ესე, ну რაღაცა ესე გადაწყვიტა, ნაზი ხელნაკეთი თავსაბურავი პასტელური ტონის ყვავილებით, შესანიშნავია საზეიმო შემთხვევებისთვის. ანუ ისიც კი მოიფიქრა, რა შეიძლებოდა რა აღწერა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ნივთისთვის. დავკლიკავთ აი აქ ღილაკს შეკვეთით, დაგვიკავშირდება დამკვეთი, ან მოგწერს, ან დაგვირეკავს და ჩვენ უკვე შევთანხმდებით მას რაოდენობაზე, დაუშვათ ფასზე და ასე შემდეგ სხვა დეტალებზე. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ონლაინ მაღაზია, ეს არის საიტი,
ვიტრინა, საიტი, კატალოგი და ამიტომ განვიხილავთ ვიზიტორთან კომუნიკაციის ესეთ საშუალებას, ანუ საიტიდან პირდაპირ კი არ ყიდულობს, არამედ საიტიდან გვიკვეთავს ჩვენ რომ დავუშვათ იქ რაოდენობა რაღაცა შეგვირჩიოს, თანხაზე შევთანხმდეთ და შემდეგ უკან ყველაფრის შემდეგ დავამზადოთ. ამიტომ არის ეს ასეთი საინტერესო რომ საიტის შემთხვევაში რა თქმა უნდა ესე მარტივად არ გაკეთდება, მაგრამ თქვენ აი აქ publish-ს დაკლიკავთ, აი ამ ღილაკს, აი აქ მარჯვენა ზედა კუთხეში რაც არის publish, აი აქ დაუშვათ რაღაცა სახელი შეგიძლიათ დაარქვათ, აი აქ იყოს elegant Georgian crafts დაუშვათ, ხომ მშვენიერი სახელია, თავისუფალია. დავკლიკავთ აი ამ ლურჯ ღილაკზე. აქაც აქ შეგვიძლია შევცვალოთ, ჩავწეროთ ჩვენი კომპანიის სახელი, რაც არის აქ კომპანიის აღწერა. აქ ავტვირთოთ ის სურათი, რომელიც გვინდა რომ ჩანდეს სოციალურ ქსელებში გაზიარებისას და აქ გამოჩნდება როგორ ჩანს საძიებო სისტემის შედეგებში. თუმცა ამ მომენტისთვის არ არის საიტი SEO ოპტიმიზებული და ამისთვის არაფერს არ ვაკეთებთ. აქ უბრალოდ მინდა გაჩვენოთ თქვენ რა შეგიძლიათ მიაწოდოთ, აი აქ publish-ს გავაკეთებთ. გექნებათ აი ესეთი ლინკი და უკვე თქვენს დამკვეთს ახლა ეგ დაასრულებს publishing-ს დაასრულებს გექნებათ ლინკი აი ესეთი URL გექნებათ აი ამ URL-ს გაუგზავნით უკვე დამკვეთს და მას არ დაჭირდება სათითაოდ ყველა ნიმცე კითხვა რა არის ეს როგორ არის ეს არჩევს უკვე რაღაცა დეტალებს დავუშვათ აი Facebook-ის შემთხვევაში როგორც გითხარით რთული არის უნდა სკროლოს დაეძებოს ის პროდუქცია შეიძლება დაეზაროს დაიღალოს და ბევრი კონდეთ თქვენ აქ ამ შემთხვევაში უკვე გაქვთ ლინკი აი ასე დამკვეთს პირდაპირ ჩაუგდებთ ამ თქვენს ლინკს და უკვე ხედავს ყველაფერს რა გაქვთ რა თქმა უნდა ეს ნაწილი გამოსასწორებელი არის მაგრამ ამ მომენტში ხლა არ აქვს ამას მნიშვნელობა ხედავს პროდუქციას წაიკითხავს ინფორმაციას თქვენი კომპანიის, თქვენი სტარტაპის შესახებ, გაეცნობა უფრო დეტალურად პროდუქციას, გამოიყენებს ფილტრს თუ რამე ჭირდება მას ამისთვის და აქვს საკონტაქტო ინფორმაცია. პროდუქციაში შევა და დეტალურად და გაეცნობა კონკრეტული დავუშვათ შავი ბროლის სამაჯური. ელეგანტური ხელნაკეთი სამაჯური შავი ბროლის და ვერცხლის ორნამენტული მძივებით. კლასიკური და თანამედროვე სტილის შერწყმა. ფასი 65 ლარი. აი ეს არის სულ. აბა წარმატებებს გისურვებთ და ველოდები კითხვებს, ველოდები მოწონებას, ველოდები გაზიარებას და რაც უფრო მეტი რეაქცია იქნება ჩემს ამ ვიდეოზე, მით უფრო მეცოდინება რომ ამ ტიპის ვიდეოები მოგწონთ, გამოგადგათ და კიდევ მეტი გჭირდებათ. წარმატებებს გისურვებთ.